აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ პროგრამის კულტურულ ფასეულობათა დაცვა და პოპულარიზაცია ფარგლებში საზაფხულო ბანაკი კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა განახორციელა, რომელშიც მონაწილეობა 35-მდე დევნილმა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოზარდებმა მიიღეს. დევნილმა ბავშვებმა 5 თვის განმავლობაში გაიარეს ონლაინ კლასი კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის მიმართულებით. საზაფხულო ბანაკში კი კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა ონლაინ მიღებული ცოდნა გაიუმჯობესეს. ისტორიის, ეთნოკულტურის, კულტურულ ფასეულობათა და ბუნებრივი მემკვიდრეობის გარემოს დაცვითი მიმართულებით. სამინისტროს პრიორიტეტი ვიცით ყველამ რომ არის მოზარდების ხელშეწყობა, მათი განათლების დონის ამაღლება, რა თქმა უნდა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით მათი ცოდნის გაღრმავება. ბანაკის მონაწილეების შეირთნენ სწორედ დისტანციური სკოლის ფარგლებში, მათი სამოტივაციო წერილებიდან გამომდინარე, რომელიც დამერწმუნეთ, რომ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი აქცენტები ჰქონდათ გაკეთებული, ზოგიერთ შემთხვევაში მოლოდინსაც გადააჭარბა. სწორედ ამიტომ შეიქმნა ორი მიმართულების ბანაკი, ორივე იყო ქობულეთში, გახდათ თითო კვირიანი და დამერწმუნეთ რომ ბავშვებს შეჯამების ნაწილში გულიც წყდებოდათ რომ თქვათ რატომ არ არის უფრო ხანგრძლივი პერიოდი აღებული. ჩვენ მომავალ წელს ვფიქრობთ რომ პროგრამასაც გავზრდით და ამ ბანაკის თქვათ პერიოდულობასაც გადავხედავთ, რასაც ჩვენი ბიუჯეტი რის საშუალებასაც მოგცემთ, ვფიქრობ რომ ცოტა სხვანაირადაც მოხდება ამ ყველაფრის დაგეგმა. კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი სენი მეოთხე წელია, რაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობს, რომელიც ბანაკის პროგრამულ უზრუნველყოფაზე იყო პასუხისმგებელი. სწორედ არასამთავრობო ორგანიზაცია სენის ექსპერტ-სპეციალისტები განსაზღვრავდნენ ბანაკის დღის წესრიგს და ატარებდნენ სხვადასხვა სახის სესიებს. ონლაინ სკოლა იყო ჩვენთვის სიახლე. გარდა ამისა, თანამშრომლობთ ასევე ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება და აფხაზეთი გამორჩეული რეგიონია ამ კუთხით და რამდენჯერმე იყო აი ამ პრემიის დაეუფლა ამ პრემიას და წაიღო გალში. სურამის მეორე საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი ჯაბა ლაბაძე პროექტის ფარგლებში 5 თვის განმავლობაში ონლაინ ასწავლიდა კულტურულ მემკვიდრეობას. მოხარული ვარ რომ შევძელი ამ ბავშვების პირადად გაცნობა და აღნიშნული ცოდნის გამტკიცებას შევძლებთ მთელი ერთი კვირის განმავლობაში. რაც შეეხება ბავშვების შესაძლებლობებს, რა თქმა უნდა, ჰქონდათ კომპლექსი, გარკვეული ონლაინ კომპლექსი, ასე ვთქვათ, თუმცა მასალას რაც შეეხება კმაყოფილი ვიყავი, რადგან მომყვებოდნენ უკავშირსაც კარგს ღებულობდი ბავშვებისაგან და საერთო ჯამში მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი პროექტი იყო და კარგად დამთავრდა. 16 წლის გიგი ჭაჭუამ აღნიშნული ბანაკის შესახებ სკოლის დირექტორისგან გაიგო. გიგის ბანაკში ყოფნის მიზანი როგორც სწავლება, ასევე ახალი მეგობრების გაჩენა იყო. გარემო მომწონს, რა თქმა უნდა, მშვენიერი გარემოა, მშვენიერი ხალხია, ძალიან მეგობრული თბილები. იმედი მაქვს, კიდე მოხვდებია, რა თქმა უნდა, ბევრჯერ.